მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამხმარებელი ნინო კალანდაძე ჩვენთან და გამარჯობა ქავტონ ნინო და მადლობა რომ გვესტუმრეთ. დილამშვიდობის. ქავტონ ნინო, აი მოდით დავიწყოთ იმის შეფასებით, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ უკაზე სად არის საქართველო, რა კითხვაც კიდევ ერთხელ აქტიურდება იმ ფონზე, როცა ვხედავთ, რომ ასე ვთქვათ, საერთაშორისო ფორმატებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე არსად საქართველოს წარმოდგენილი არ არის, იქ სადაც წესით ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს და ბუნებრივად ყოველთვის იყო კიდეც, აი დღეს უკვე აღარ ფიქსირდება. აი მაია სანდუმ თქვა გუშინ ევროპის საბჭოს საბჭოთა ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომ რუსეთმა საქართველოს საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. კითხვა არსებული გეოპოლიტიკური პერიპეტიების და ვითარების ფონზე სად არის საქართველო? დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საქართველო გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურ უკაზე ისევ იქ არის, სადაც იყო. უბრალოდ თანამედროვე მიმდინარე პროცესებში და საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო აღარ მონაწილეობს. ანუ წარმოადგენს გეოგრაფიულ ერთეულს, რომლის გარშემოც მიიღება გადაწყვეტილებები, სადაც ის თავად მონაწილე აღარ არის და პროცესზე გავლენა არ აქვს, სიტყვა არ ეთქმის და შესაბამისად ის გადაწყვეტილებები, რომელიც სამომავლოდ საქართველოს სტრატეგიულ განვითარებაზე გავლენას იქონიებს, იქ საქართველოს თავის ხმა აღარ ექნება, მას არ აქვს შესაძლებლობა რომ მან თავად განსაზღვროს რა ფორმით, რა დოზით, რა პერსპექტივით იქნება განვითარდება საერთაშორისო ურთიერთობები საქართველოს გარშემო. გეოპოლიტიკური სურათი ფუნდამენტურად შეცვლილია 2024 წლის შემდეგ. განაპირობა რუსეთის ფართომასშტაბიანმა და მოულოდნელმა აგრესიამ უკრაინაში და მოულოდნელ ხას უსვავ იმდენად, რამდენადაც ამან შესაბამისად მოულოდნელი პროცესები დაძრა თავად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რასაც საერთოდ არ ველოდით, ისეთი პროცესები წარიმართა რეგიონში, კერძოდ თუ აქამდე, როგორც თქვენ ძანეთ, საქართველო იყო სამხრეთ კავკასიის, ასე ვთქვათ, დასავლეთისკენ მამოძრავებელი ძალა, ეს იყო რეალურად ერთადერთი დემოკრატიული ცენტრი, ის ითავსებდა როგორც მედიაციის როლს და ფუნქციას ორ დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის სამეზობლოში, ასევე ის ამავდროულად მისი საგარეო ურთიერთობების ერთ ვექტორს წარმოადგენდა რეგიონის ინტერესების ლობირება დასავლურ სტრუქტურებში და საერთაშორისო ფორმატებში, იქ სადაც განვითარებას მოიაზრებდა საქართველო და მოიაზრებდნენ ასევე ჩვენი სამეზობლო ქვეყნები, მაგრამ მათ ის გავლენა არ ჰქონდათ, როგორც ჰქონდა საქართველოს. ეს ფუნქცია მთლიანად დაკარგა საქართველომ, მაგრამ ამავდროულად სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ანუ ერევანმა და ოფიციალურმა ბაქომ ძალიან ყისიერად მიიღეს საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილება, დაინახეს რა, რომ რუსეთი არის უფუნქციო, დაიცვას მათი ინტერესები საერთაშორისო ურთიერთობებში, მათ სასწრაფოდ სხვა ალიანსების მოძიება დაიწყეს. აი აზერბაიჯანსა და სომხეთზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, იქამდე რაც შეეხება კითხვას, ბრუნდება თუ არა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე, აი ამ კონტექსტში მინდა განვუძვით საუბარი და მე მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება ვახსენე რამდენიმე წუთის წინ და აი სანდუ ქართულ ოცნების კრიტიკის ობიექტი გახდა სწორედ იმ პოზიციის გამო, რაც მან ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში დააფიქსირა და საქართველოს მმართველი პარტიის ძალადმარგებები მას ჯერითი ურჩევენ რომ საკუთარ ქვეყანას მიხედოს, მეორე მხრივ კი საკუთარი ქვეყნის გაუქმებაში ადანაშაულებენ და მოკლედ ციტატაც ასამბლეენ ქართულ ოცნებაში მოლდოვის და ამავე დროს უკრაინის შესახებ. ვხედავთ უკრაინას და მოლდოვას რა მხარეც აქვს არჩეული. მოლდოვის ხელისუფლება მზად არის საკუთარი ქვეყანა გაუქმოს, ხოლო უკრაინის შემთხვევაში მზად არიან საკუთარი ქვეყანა აოხრონ, აი სწორედ ასე ხედავენ ოცნებაში ერთსაც და მეორე ქვეყანასაც. თქვენი შეფასებით, აი უკრაინა და მოლდოვა უშუალოდ ეს ორი სახელმწიფო როგორ გამოიყურება იმ გეოპოლიტიკურ უკაზე, რაზეც უკვე გითხეთ საქართველოს კონტექსტში. მაია სანდუს განცხადება იმიტომ აღმოჩნდა ასეთ მტკივნეულად მოსასმენი, რომ ის უბრალოდ სიმართლეა და ფაქტის კონსტატაცია. საქართველო დიდი ხანია დაბრუნებულია რუსულ ორბიტაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში დიდწილად საშინაოს, მაგრამ პრინციპულად საერთაშორისო ურთიერთობებს
არ განსაზღვრავს თბილისი, არამედ იგი იქ არ ნახება მოსკოვიდან. ეს არის რასაც სანდო გულისხმობს. რუსულ ორბიტაზე დაბრუნება არ ნიშნავს რუსეთზე მიერთებას, რუსულ ორბიტაზე დაბრუნება ნიშნავს, რომ რუსეთის კარნახით საქართველომ შეიცვალა საგარეო ვექტორი. საქართველოს ან ოფიციალური თბილისი ივანიშვილის რეჟიმის ხელით ახორციელებს რუსეთისთვის სასარგებლო საგარეო პოლიტიკას, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. ანუ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესში შედიოდა, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდეს ევროკავშირში და საქართველო არ გახდეს სხვა სამხედრო ალიანსის წევრი, კონკრეტულად ნატოსი და ეს სრულად შეასრულა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. სწორედ ამას გულისხმობს სანდო, რომ საქართველო ჩამოშორდა დასავლურ ვექტორს, საქართველომ შეიცვალა საგარეო კურსი და საქართველო დაბრუნდა რუსულ გავლენის სფეროში, იმიტომ რომ სწორედ რუსეთი განსაზღვრავს ახლა საქართველოს საგარეო ურთიერთობებს. ამავე კონტექსტში და ურთიერთკავშირშია ბუნებრივად, რომ პარალელურად სომხეთი და აზერბაიჯანი სრულად დისტანცირდნენ რუსული გავლენისგან და მათ ალიანსები შეკრეს ერთის მხრივ დიდ თურქეთთან, რომელიც არის ნატოს წევრი სახელმწიფო და დაიწყეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სწორედ იმ მიზნით, რომ დაინახა რა დასავლეთმა, რომ ამ წუთას საქართველოს მართავს რუსული გავლენის მქონე ძალა, მათ ცადეს საქართველო, არ ვიცი ეს სიტყვა შემიძლია თუ არა ვიხმარო, რაღაცნაირად დააკონსერვონ, ანუ გვერდი აუარონ საქართველოს და მათთვის საინტერესო და სტრატეგიული ინტერესები, რომელიც რეგიონს ბუნებრივად მოყვება, საქართველოს გვერდის ავლით განახორციელონ სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებთან ერთად. აი სატრანზიტო მარშრუტები, რაც ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესს წარმოადგენს, რამდენად შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარეშე? მოკლევადიან პერსპექტივაში სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა არ არსებობს იმისი, რომ საქართველო 100%-ით გამოეთიშოს პროცესს. მაგრამ ვინაიდან საქართველოს დე-ფაქტო წარმომადგენლობა პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესში ვერ მონაწილეობს და მათთან, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის რესურსიც არ არსებობს და არც ინტერესი და სურვილი, იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული, ვიდრე საქართველო მოიაზრება, რომ არის რუსული გავლენის ქვეშ, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიღებული, როგორც ვაშინგტონში, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს კონტექსტი იმდენად გაიყინოს, რამდენადაც შესაძლებელია. გრძელვადი ამ პერსპექტივაში, მათ შორის ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მონაწილეობით, განიხილება ინფრასტრუქტურის მომზადება საიმისოდ, რომ თუ საქართველოში სიტუაცია არ შეიცვალა, მაქსიმალურად შესაძლებელი იყოს საერთაშორისო ინტერესების დაკმაყოფილება საქართველოს მონაწილეობის გარშე. საერთო ჯამში რამდენად სწორია ამერიკის შეერთებული შტატების და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ეს ხომ არ არის მხოლოდ ქართული ოცნების იგნორირება, ეს ჯამში გამოდის საქართველოს იგნორირება, ხო? ეს არის რეალპოლიტიკა. მათ საქართველოს დემოკრატიზაციის ინტერესი დღემდე აქვთ. უბრალოდ ამ ეტაპისთვის არ არსებობს რესურსი, რომ იმ ძალასთან ითანამშრომლონ, რომელიც საქართველოს არის დაპატრონებული. ისინი ხელოვნურად ვერ ჩაერევიან, რომ აქ პოლიტიკური რაღაც რეჟიმი შეცვალონ, მათ მხოლოდ შეუძლიათ იმათ ესაუბრონ, ვინც აქ არსებობს და რამდენადაც ამ საუბრის რესურსი არსებობს. ივანიშვილის რეჟიმთან ამ დიალოგის ბევრნაირი გზა იქნა განხილული და ამოიწურა ყველა რესურსი, რომელიც შესაძლოა, რომ რაღაცნაირად შემხედრ ნაბიჯებს ეფუძნებოდეს და გრონიურულ დიპლომატიურ ჩარჩოში ჩაესდეს. სხვა რესურსი ამ ეტაპზე მათთან მოლაპარაკების არ არსებობს. შესაბამისად, როგორც ჩანს, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ ეტაპისთვის საკითხი საქართველოს ასე მოგვარდეს. ამ კონტექსტში კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ, აი თქვენც აღნიშნეთ და დიახ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ნათლად გამოიკვეთა, რომ ამერიკის ინტერესი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ დიდია, თუმცა კიდევ ერთხელ არც ერთ ფორმატში არ ეძახიან საქართველოს ქვეყანას, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა სტრატეგიული ურთიერთობა. ხა აქ საუბარია ტრამპის ადმინისტრაციაზე, რომლის მიმართაც დღეის მდგომარეობით ქართული ოცნების რიტორიკა საკმაოდ მოზომილი და ფრთხილია. ხო, შესაბამისად
შესაბამისად, ალბათ ეს კითხვაც უნდა დავსვათ. რატომ ვერ თუ არ მუშაობს აი ეს მოზომილი და ფრთხილი რიტორიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ? ამასობაში აღარც ვიცი მოზომილი არის თუ არა. მგონი ამასობაში მათაც გადაეწურათ იმედები, რომ ტრამპთან რაღაც ფორმის დიალოგი შეიძლება შედგეს და ამიტომ უფრო გაბედულად ეძახიან მას, რომ ის არის რაღაც deep state-ის მძევალი და ის ვერ ახერხებს deep state-ის დამარცხებას, მაგრამ თავარი არსი აქვს სხვა რამეა. მათ როგორც ბევრი წყაროდან გამჟღავნდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნები მოწყალოდ გააყალბეს და მიიტაცეს ძალაუფლება მორიგჯერზე, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან აშკარა და უხეში დარღვევებით, მათ ასე ვთქვათ, იმ ილუზიაში აცხოვრეს თავიანთი უშუალო გარემოცვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მათი საერთაშორისო გავლენები შეიცვლებოდა. ახლა გამოხდა ხანი და ისინი რა ვიცი, ხმები გამოდიოდა, რომ ივანიშვილი თავის ხალხს ეუბნებოდა, რომ თებერვლისთვის ყველაფერი მოგვარებული ექნებოდა 2025 წლის და ახლა 2026 წლის თებერვალში შევდივართ და არათუ გაუმჯობესებული არ არის ვაშინგტონთან თბილისის ურთიერთობები, არამედ ფუნდამენტურად გაუარესებულია და პრაქტიკულად არანაირი დიალოგი არ არსებობს. არათუ დიალოგი არ არსებობს, რესურსიც არ არსებობს და ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა ოცნებამ ბევრი გზა ცადა დაწყებული ლობისტებით, ამთავრებული აქედან ემისრების წარგზავნით, ფორმალური თუ არაფორმალური არხების საშუალებით, მაგრამ ეს დიალოგი ვერ შედგა. ვერ შედგა იმიტომ, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგიული ინტერესები რეგიონის მიმართ. ამ ინტერესების დაკმაყოფილება ვერ მოხდება იმ რეჟიმთან ურთიერთობით, რომლის ლეგიტიმაციასაც ისინი არ აღიარებენ, იმიტომ რომ ეს არის ორმხრივი გზა, ხო? სამმხრივი ურთიერთობა ხო არ არის ეს? გასაგებია, ამერიკასთან ურთიერთობებს რადგან შევეხეთ, ერთ კითხვას ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქცენტს დაგისვევთ, ვინაიდან და რადგანაც აი დღეს გამოქვეყნდა შორის დასავლურ მედიაში სტატია, რომლის მიხედვითაც მეგობარი აქტის მიმართ წინააღმდეგობას ტეხასის ნავთობ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლობირებს. აი ამ ფონზე, აი ლობირების ფონზე რა შანსი დარჩა იმის, რომ კანონპროექტი წინ წავიდეს და ამ კანონპროექტს სრულობა მიეცეს და მეორე მხრივ აი ხომ არ ჩანს და დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული სტატია ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნებაც აი მათი საწინააღმდეგო კამპანიის გასანეიტრალებლად აქტიურად მუშაობს და არამხოლოდ მუშაობს, ეს საკმაოდ ეფექტურადაც გამოსდის. კი, მუშაობს, ცალსახად მუშაობს, რამდენად ეფექტურად გამოსდის. ყოველთვის გაყინულია. ხო, კანონპროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ ურთიერთობების გადახედვა საქართველოსთან მიმართებით და ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით არ შეცვლილა, მათთან კომუნიკაციაშიც კი არავინ შემოდის და შესაბამისად რაიმე ტიპის გარღვევაზე ლაპარაკი ვერ იქნება. უბრალოდ რასაკვირველია ის, რაც ყველაზე მეტად მათ ტკივათ, ეს არის მოსალოდნელი სანქციები, ეს არის უშუალო ფინანსური სანქციები, ეს არის მათი პერსონალური უშუალო ინტერესი და ამაზე, რა თქმა უნდა, დიდი რესურსი იხარჯება და საბოლოო ჯამში ასეთ ტიპის საკითხებიც იქამდე დადის, ვინ აჯობებს, ხო? და საკუთარი ინტერესების დაცვას, მაგრამ ეს ფუნდამენტურად სურათს მაინც არ ცვლის, იმიტომ რომ გადაწყვეტილება და ცნობიერება, რომ ივანიშვილი არ არის მათი მოკავშირე, ივანიშვილი არ განიხილება მათ სამომავლო პარტნიორად, რომელთანაც შეიძლება ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოთა შორის ინტერესების სანაცვლოდ და ის, რომ ივანიშვილი არ არის და ეს არის ალბათ თავარი, რომ ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე. ისინი საქართველოსთან მიმართებითი გადაწყვეტილებებს არ მსჯელობენ ივანიშვილთან. ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ რეგიონთან მიმართებით სულ სხვა მოთამაშეებთან და ამ შემთხვევაში საქართველოს ინტერესებზე თუ ვინმეს დაელაპარაკებიან პუტინს და არ დაელაპარაკებიან ივანიშვილს, იმიტომ რომ მათი საპირწონე არ არის ივანიშვილი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დიაგნოზი, რომელიც მათ საქართველოსთან მიმართებით ბევრი წლის შემდეგ დასვეს. ამიტომ ეს არის აი ფიქრობთ, რომ პუტინს ესაუბრებიან საქართველოს შესახებ და საქართველოს საკითხზე? პუტინს არ ესაუბრებიან საქართველოს შესახებ, მაგრამ რეგიონთან მიმართებით მათ მიერ გამოკვეთილი პოლიტიკა, რომელსაც ისინი ახლა პრაგმატულად და კონკრეტულად ახორციელებენ,
მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი რუსეთისთვის ამ რეგიონის რუსეთის გავლენების შემცირებას ამ რეგიონში სწორედ ამ პოლიტიკით ცდილობენ და ამ პოლიტიკის ნაწილია ივანიშვილის იგნორირება. კაპიტანინო, საქართველოსთან დაკავშირებულ თემატიკას ჩვენ ისევ დაუბრუნდებით იქამდე ამერიკა რადგან ვახსენეთ და რეალურად მთელი ინტერვიუ ამაზე ვსაუბრობთ. ერთი კითხვა უშუალოდ გლობალურ ჭრილში ამერიკა-ევროპის ურთიერთობაზე და იმაზე რისი გაკეთება შეუძლია ერთის მეორის და მეორის პირველის გარეშე. ამ თვალსაზრისით ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ყურადღების ცენტრში, რომელმაც ევროპელ ლიდერებს მიმართა ორი დღის და მოდით გავაცნოთ მაყურებლებს ამავე კონტექსტში რა თქვა ნატოს გენერალურ მდივანმა თუ ვინმე ფიქრობს რომ ევროპასთან ევროკავშირს ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე საკუთარი თავის დაცვა შეუძლია ოცნება გააგრძელოსო ასეთი იყო მოკლედ რუტეს განცხადება რასაც სიმყისიერად გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არა ძვირფასო მარკ რუტე ევროპელებს შეუძლიათ და უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე ასეთი იყო მისი პასუხი. აი რატომ გახდა დისკუსიის საგანი რა შეუძლია ევროპას და რამდენად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად შტატების გარეშე და მეორე მხრივ საინტერესოა რეალობა მართლა როგორია. დისკუსიის საგანი გახდა იმ მარტივი გარემოების გამო, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების ყოველ შემთხვევაში მეორე ვადით გაპრეზიდენტების შედეგად ფუნდამენტურად შეიცვალა უსაფრთხოების პოლიტიკისადმი ცალკეული დედაქალაქების დამოკიდებულება. აქამდე თუ დასავლეთი ამ საკითხში კოლექტიურად თუ კოალიციურად მონაწილეობდა და ევროპას იმის ფუფუნება ჰქონდა, რომ სიმძიმის ძალა გადაეტანა ამერიკაზე, რომლისთვისაც უსაფრთხოების პოლიტიკა იყო წამყვანი და მამოძრავებელი, მათ შორის საბიუჯეტო გადაწყვეტილება, ევროპის კავშირის ქვეყნებს ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ ამ საკითხში მეტად ვთქვათ რაღაც პაციფისტური პოლიტიკა ეწარმოებინათ. ეხლა დღეს შეცვლილია ეს მოცემულობა პირველ რიგში ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს ომი და უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს ომი, რომელიც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ევროპული უსაფრთხოებისთვის. დიდ გამოწვევას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატები ევროპას პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ეს არის მიმდინარე ომი თქვენს კონტინენტზე და ამიტომ თქვენგან მეტი მონაწილეობა არის საჭირო. ეს დილემა წარმოშვა ამ საკითხმა, მათ შორის იმის გამო, რომ ევროპა დღეის მდგომარეობით არ არის ყისიერად და სათანადოდ მომზადებული იმისთვის, რომ ამ გამოწვევას სწრაფად უპასუხოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ რესურსი, მაგრამ ამ რესურსისთვის მომზადება ჭირდებათ და ეს არის არსებული დისპუტი, რომელზეც ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებები პრაქტიკულად მიღებულია. აი, როცა საქმე ეხება ევროპას და მის შესაძლებლობებს, ნამდვილად არ ფიქრობენ კარგს არც ქართულ ოცნებაში და არც მის მხარდამჭერებად შეფასებულ ანალიტიკოსებში, მაგალითად, უშინ გავრცელდა ერთ-ერთი მათგანის პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპაში სახეზეა მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური მრავალმხრივი დისკრედიტაცია, რაც მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს. აი, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს განცხადებები მის თავაზე, რომ ევროკავშირის მომავალი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება და ეს კავშირი დასასრულისკენ მიდის. ეს ამას ვინ ამბობს ბოდიში? ზაზა შათიაშვილის პოზიცია მაქვს ამ შემთხვევაში. მე მგონი დიდი ხანია საუბრობთ ამაზე და ამასობაში მე მგონი ვთანხმდებით იმაზეც, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების ყველა განცხადება არის სუფთად რუსული პროპაგანდისტული განცხადებები და ერთ-ერთში ეხმიანება კრემლში დაწერილ გზავნილებს. ეს არის შეთხზული პროპაგანდისტული ნარატივი, რომ ევროპა არის დასუსტებული და რაღაც საფრთხე ემუქრება ამ ეკონომიკურ ბლოკს, რომლითაც თითქოს აი ამ რაღაც თავისი ამ რუსული ინტერესების გამართლებას ცდილობენ რეგიონში. არც ერთი არაფერი, არც ერთი კვლევა, არც ერთი დღეის მდგომარეობითი ეკონომიკური თუ სხვა მონაცემი თუ პოლიტიკური არ ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ რაიმე ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე დგას ევროპის კავშირი. პირიქით, მათ ძალიან მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული იმის თაობაზე, როგორ გააძლიეროთ საკუთარი უსაფრთხოება, როგორ გახდნენ მეტად თვითკმარი როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად და მათ შორის
უსაფრთხოების თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს მიესადაგება მათი შეფასებები მაია სანდუს მისამართით გაკეთებული, ვფიქრობ, რომ მგონი ჯობია რომ მათ თავის გასაჭირს მიხედონ და ევროკავშირი დაიცავს თავის ინტერესებს. ეთილი ქავტონინო ბოლოს ისე უშუალოდ საქართველოს და მათ ახლა შევფასოთ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რამდენიმე წლიანი წვეთის შემდეგ ელჩი დანიშნოს და გამოგზავნოს საქართველოში. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებასაც ვთქვათ პოზიტიური დინამიკა მოხდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, თუმცა რამდენად შეიძლება ეს ასე იყოს გამომდინარე იქიდან, რომ არც საქართველოს და არც უკრაინის ხელისუფლების რიტორიკა არ შეცვლილა ერთმანეთის მიმართ. აი გითხარით თქვენ პოზიცია რით იხსნით იმას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბოლოს და ბოლოს საქართველოში ელჩის გამოგზავნა გადაწყვიტა და რამდენად შეიძლება ამას პოზიტიური კუთხით მოჰყვეს რაიმე ცვლილებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. ბუნებრივია რომ სკეპტიკური ვიქნები პოზიტიური ცვლილებების მიმართ, გამომდინარე იქიდან რომ პირველ რიგში პოლიტიკა არ შეცვლილა და გამომდინარე იმ მთავარი ფაქტორიდან, რომ უკრაინამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს არ მართავს სუვერენული უფლებამოსილების მქონე ხელისუფლება, რომელიც უკრაინასთან მიმართებით თავის პოლიტიკას დამოუკიდებლად შეცვლის. მან ძალიან კარგად იცის, ყველაზე კარგად ზელენსკიმ იცის, რომ თბილისს მართავს და ივანიშვილის რეჟიმს მართავს პუტინი და შესაბამისად პუტინის პოლიტიკა გატარდება თბილისში. ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება რამდენად შედეგიანია ეს სხვა საკითხია, მაგრამ უბრალოდ კეთილინების ჟესტია, მათ შორის იმის დასტურია რომ ივანიშვილის მიღმა საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტა არ უნდათ და უნდათ როგორც ქართულ ხალხს დაუფასონ ის მხარდაჭერა, რომელიც მათ გამოხატეს უკრაინის მიმართ და არის საქართველოს სოლიდარული მთელი ამ წლების განმავლობაში, ისევე ჟესტია იმისა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება უნდათ და ხალხთა შორისი და კონტაქტების შენარჩუნება მაინც უნდათ, იმიტომ რომ ელჩი ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ სახელმწიფო წარმომადგენლებთან კონტაქტპირი. ახლა იქ რაიმე განსაკუთრებულ შინაარსიან შეხვედრებს მე არ ველი და არც ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას არ ველი. განწყობილი პოზიტიური ცვლილებების მომენტთან მიმართებაში, მაშინ პირიქით რამდენად შეიძლება იყოს, მოდით ამ კითხვაზე დაგისვათ და სხვა შორის ისევ ქართული ოცნების პოზიციის კონტექსტში არ მინდა ვიბარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს. ეს კომენტარიც მოვისმინეთ გუშინ ქართულ ოცნებაში. მაშინ რამდენად მოსალოდნელია, თუ კი პოზიტიურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რომ უკრაინამ არა თუ მართლაც თბილისთან ურთიერთობების დაალაგებისკენ გადადგას ნაბიჯები, არამედ არ ვიცი ელჩის სახით თუ პირით უმატოს ქართული ოცნების კრიტიკას, რაც შესაბამისად ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო ღრმა კონფრონტაციამდე მიიღებს. ეს აბსოლუტურად სპეკულაცია არც ერთი ელჩი თავის მანდატის ფარგლებს არ ცდება. შესაბამისად ელჩი საქართველოში არ ჩამოდის იმისთვის, რომ აქედან აკეთოს განცხადებები. თუ მათ კრიტიკული განცხადებების გაკეთება უნდათ, ამას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს და აკეთებს აქამდეც. ამისთვის ვინმეს გამოგზავნა აქ არ ჭირდებათ, მით უმეტეს იმის იმედი არ აქვთ, რომ მიიღებს საქართველოს მათ მიერ წარგზავნილ დიპლომატს. ამიტომ სრულიად არალოგიკური განცხადება. ეთილი, მადლობა ქავტონინო, იმისთვის რომ დაგვითხრათ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ნინო კალანდაძეს დავამშვიდობებით.